უბრალოდ კოორდინაცია შესუსტებული, ხა იცით რა, შესუსტებული კოორდინაცია არ საჭიროება მოითხოვს, კოორდინაცია ძლიერდება. ეს საჭიროება ხა დადგა. ასე იყო წინა პერიოდშიც. მე არ მჯერა ამ ხელისუფლების გამოსწორების დარჩენილ დღეებში 24 წუთამდე. რა თქმა უნდა და არც ვიღლი თავს და არც საზოგადოებას გადავღლი ამ ხელისუფლების ცვლილების გარეშე არანაირი რეფორმები, მით უფრო ევროპის მიმართულებით, ევროსტრუქტურების მიმართულებით ნაბიჯი არ გადაიტყობა, იმიტომ დეკლარირებულად თავიანთი პოზიცია ხა არაერთხელ თქვეს და თუ მაინდა-მაინც გინდა ადამიანს რომ დაუჯერო იმ ჯგუფს ბიძინა ივანიშვილს როგორც ოლიგარქს ერთხელ როდესაც შენ შეცდომაზე შეგიყვანა, ანუ მოგატყულა, იმის შემდეგ მეორეჯერ მოგატყულა, დაუჯერ მესამეჯერ, მეოთხე მეხუთეჯერ თუ დაუჯერებ, აქ უკვე შენ კი არ ტყულდები, გააწყობს რომ მოგატყვილოს. გააწყობს რომ შეხვიდე შეცდომაში გააზრახ. ესე იგი თამაშობ, მართლა გეუბნებით. ეხლა თუ ვინმე სჯერა რომ რაიმე რეფორმებს გაატარებს ბიძინა ივანიშვილი, ეხლა ასეთ ადამიანებთან მე კოორდინაციაში კი არა, გამარჯვებას აღარ ვეთქვი, რას ლაპარაკობთ. ვინ გესახებათ ესეთ არა, თუ კი გამოჩნდებიან, არ ვიცი ხა. არა, მაგრამ ფიქრობთ რომ არა, მე ხა ვითვალისწინებ რას, რომ ხა თქვი და გავიმეორებ, რომ ქართული ოცნება, ისი პროპაგანდა, ისი ზღვა რესურსი სხვადასხვა მიმართულებით უშავს და მათ შორის არიან ადამიანები, რომელშიც ინვესტიციას დებს ეხა ქართული ოცნება, რომ რაღაცა ცნობადობა გაუზარდოს, თუ ასეთი ცნობადობა მცირე აქვს, თუ არა აქვს შეუძინოს და საკომუნიკაციო, ასე თქვათ, უნარებით აღჭურვილი ადამიანები გახადონ მოლაპარაკე თავებად სხვადასხვა ეთერებში იარონ, თითქოს ოპოზიციისკენ გადმოხრილი ადამიანები იყვნენ და კრიტიკულ გადამწყვეტ მომენტში პოზიციებს ცვლიან და არ გვინახავს თუ რა. არ გვინახავს თუ რა. მე ჩემის აზრით ახლა თავარს ასევე თავად მივიჩნევდი იმ საზოგადოების ნაწილს, რომელიც აღარც ქართული ოცნების ხარდაჭერია, არ არის ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერი, დროდადრო ეძებს იმ ასე თქვათ არჩევანს, რომელიც უნდა გააკეთოს. სიმაზე გითხრათ, ბევრი რამ ასეთ ადამიანებზე იქნება ეხლა დამოკიდებული. და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ხელი შეუწყოთ კომპლექსებისგან გათავისუფლდეს აი ეს ნაწილი საქართველოს მოსახლეობის. ეხლა უნდა გულახდებათ უთხრათ რა გვინდა ჩვენი თავისუფლება დავკარგოთ, კი ბატონო. არ ვითანამშრომლოთ, გვინდა რომ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ და განვავითაროთ, მაშინ უნდა ვითანამშრომლოთ. მე დარწმუნებული ვარ, ვითანამშრომლოთ, დარწმუნებული ვარ გულისხმობ კონკრეტულ პარტიებს, არა საზოგადოების რიგით წარმომადგენლებს. არ არის აქ ეხა იმისი დრო და ვეღარ იქნება და ეს ასე რომც არ იყოს. ვინც იქნებით საკმარისად ვართ ბევრი. აქ ყველაფერთან ერთად უკვე რაც ყველას გვახარებს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა მთელი დასავლეთის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობის იმ ადამიანების, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს წლების განმავლობაში, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარებული იყო, მათაც დაინახოს არ მოხდა. ევროპაშიც ანალოგიური რამ მოხდა და ეს ასე თანხმედაში არასოდეს არ მოსულა. ამერიკელებს ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია ევროპელებისგან, ევროპელებს ჰქონდა ბევრად რბილი პოზიცია ვიდრე ამერიკელებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. ახლა ჯერი არის საზოგადოების აქტიურ ნაწილზე, მათ შორის რა თქმა უნდა ჩემზე და თითოეულ ჩვენგანზე აქ. მე დღეს ვთქვი და არ დაგიმალავთ. თუ ეს ყველაფერი დაიკარგა, აორთქდა და ახდა ოცნება ბიძინა ივანიშვილის, მე რა მინდა პოლიტიკაში, ანუ რა საქმეზე ვარ, რა უნდა გავაკეთო, ხო? ამიტომ არც ძიმე იქნება ბრძოლა, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების გარეშე მე გარღვევას ვერ ხედავ. რაც მოემსახურება ხელისუფლების ცვლილებას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იყოს რა თქმა უნდა კონსოლიდირებული პოზიციებით, ასე თქვათ, გეგმა მიკითხეთ, გაჟღერებული და ვაცნობიერებ, რაც არ უნდა დიდი იყოს ნაციონალური მოძრაობა და გადამწყვეტ როლს თამაშობდეს პროცესში სხვებთან ერთად, როგორც ლელო, როგორც ცალკე აღებული ეხა ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, ხო? ეხა ნაციონალური მოძრაობის ძალა მაშინ არის უფრო ძლიერი, როდესაც ის მისი პროტესტი კონსოლიდირდება სხვა მცირე საპროტესტო ჯგუფების პროტესტთან. და მე როგორც თავმჯდომარე, მართლა ვალდებულად ვთვლი თავს, რომ თუ კი სადმე ვინმესა რამე ასახსნელია, ეს ახსნა განმარტება მიეცეს. ამიტომ ეხა გაცხადებული იქნება კონკრეტული, რა თქმა უნდა, ბუნებრივია მოთხოვნები და ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით. მე ამის ვჯერა. მე არ მინდა რომ თავ დაღუნულმა და შევცვლილმა ვიარო ყველაფერს თავიდანვე ამ ქვეყანაში. არ მინდა რა ნამდვილად, ესე არის. აი დღესაც ხო გამიგონია, ხა დღესაც შემორჩა, წარმოიდგინეთ რა არ უძღოდა წინ, მაგრამ ითქვა, ხო, ხელისუფლება, ნუ გაიქცა, ასეთი ინტერპრეტაციები გაიქცა 21 წელს.
ხო ჩვენ ახლა ხელისუფლებაში ვართ ოპოზიციაში ვართ ბევრი ვართ ვიცით მართლები ვართ ვიცით შევთხევით ცოტა მეტი თავდადება ხო არ არის საჭირო თუ ეს არის საჭირო ეს ადოდებაც იქნება არ ვეთანხმები არც ერთ ადამიანს არასოდეს არ ვეთანხმებოდი ოპოზიცია ვიღაცის თვალში ყველასი არა ყოველთვის იქნება უკეთესეს იმედის დამტოვებელი სანამ ხელისუფლებაში არ მოვა სანამ არ შეცვლის რეჟიმს მაგრამ შეიცვლება ეს ყველაფერი იმდენად ნათელი და წყალგამყოფი ხაზი გაივლო იმდენად ჭეშმარიტების მომენტია იმდენად ცხადი არჩევანის წინაშე დავდექით განარა გადაულახავი არ ვიცი წუხელები უნდა გქონდეთ ჩვენ ერთმანეთის მიმართ ახლა ვერ დავდგეთ და ვინც დავდგებით ერთად ჯამში იმდენად ძლიერები ვიქნებით და იმდენად ბევრი ვიქნებით საკმარისია და ვინც არ შემოუერთდება ამ ბრძოლას მათაც მივუძღვით ამ გამარჯვებას კონკრეტულად გეგმის თაობაზე მე უცვლად გეტყვით არ ვსაუბრობ ხოლმე რატო ეხლა იმიტომ რომ დღეს ახლა თქვენთან ეთერში რაღაცა კონკრეტული გეგმა გავაცხადო რომელიც რა თქმა უნდა არსებობს და იარსებებს ესა ნიკა მიკროფონი გაგეთიშა და არ ვიცი რა პროპაგანდას ქართული ოცნებისას შესაძლებლობა მივცე რომ განავითაროს თავისი ბოროტის რახვები რა შეცდომა შეიყვანოს საზოგადოება რომელსაც დაცინის და დაცინა მათ შორის დღეს თელ დასავლეთს დასავლეთად ჩაუწერა აუცი ვისაუბროთ თუ რამაზე ხო ოლიგარქიზაცია როგორც ერთ-ერთი მთავარი და თქვა რომ ოლიგარქი პრობლემა და დაწყებული მაქვს ეს პროცესიო რას ლაპარაკობ დაწყებული მაქვს ეს პროცესი აი პირველ რიგში დაცინა ფონდერ ლაინს ხო ურსულას რომელსაც აგინა მანამდე აგინა როგორც ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთ ლიდერს კამპანიურად აგინეს ლანძღეს და დღეს დაცინა და თუ თამოყარეობა არის და არის თუ ღირსება გვაქვს და გვაქვს თუ ჯანმრთელები ვართ და ჯანმრთელები ვართ თუ მართლა ვტკივა ამ ქვეყნის მომავალი და გვტკივა თუ გვინდა რომ ჩვენც არ დატოვოთ ქვეყანა და მართლაც არ დაიცალოს და არ გავახაროთ ასეც ბიძინა ივანიშვილი უნდა ვიმოქმედოთ ეს მოქმედება იქნება რა თქმა უნდა რაციონალურიც პრაგმატულიც მეთოდურიც ემოციურიც მაგრამ უკან დაუხედავ უკან დახევა აქ არ იქნება აღარ შეიძლება სადღაც რომ და ის ადამიანი ვინც იტყვის და ამბობს არ ვიცი თქვავი მე ალბათ ვერ ვადევნე ეთერში ვიყავ სამწუხაროდ რომ იცით მოდით კიდე ერთხელ ვცადოთ ხო მე ვეკითხე მე და ჯერ არ ვიცი ჯერ არ გამოკვეთილა სალომე ზურაბიშვილის გარდა რომელიც ითხოვს ოპოზიცია მცადოსო ჩვენი სამოქმედო გეგმა ასეთი აშკარა და მატერიალური სახით მოცემული არასოდეს არ ქონია დღევანდელი ევროკომისიის დიახაც მოსაზრებები არის პროგრამა გნებათ საარჩევნო პროგრამა დაარქვით ვიდა იმ რეზოლუციას დაარქვით პროგრამა და საგზაო რუკა იმით უნდა ვიხელმძღვანელოთ მორჩ შეგათავდა აქ ნების საკითხია უბრალოდ და მონდომების და დაუღელობის დიდი მადლობა და ბოდიში რომ კი ბატონო